მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი. ამ ამბავს ქვია ბატონი მაგრამა. ეს კომედიურად ჟღერს, მაგრამ ეს არის დიდი ტრაგედია. მყავდა მეზობელი. ძალიან ჭკვიანი. იმის ეშმაკს დავარქვი ბატონი მაგრამა. მე როცა ვეტყოდი ხოლმე, ღვთის სიტყვას უმეორებდი. ღმერთმა თქვა მეთქი არ მოიპარო. ის იტყოდა მაგრამ ფული ჭირდება. ღმერთმა თქვა მეთქი ნულოთაო. სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებ. ის იტყოდა მაგრამ თავის სანათესავს სხვა რა წენინებს რა. ღმერთი კიდე მოითმეს, მეტი რა საქმე აქვს. ღმერთმა თქვა მეთქი არ განიკითხო. ის იტყოდა იმან კითხვაო რა არ განიკითხო, მაგრამ მეზობლები ხომ უნდა ახასიათოს. წლიდან წლამდე ეს ადამიანი ყოველ ჩემს გამეორებულ სიტყვაზე ამბობდა მაგრამ. 5 წლით ადრე გავაფრთხილე. ბატონი მაგრამა მეთქი კარებზე მოგადგება. რო კვდებოდა ცხადში ხედავდა. კუთხეში შავი კაცი ზიისო. ხელში ქაღალდი უჭირავსო. იქო რაღაცეები უწერიაო. ჩემ წასაყვანად არის მოსულიო. 3 თუ 4 ღამე კედლის იქიდან გამოდიოდა იმის წივილი კივილი. თავი დამანებეო, ყველაფერი მტკიევაო, ადამიანი არ ახარო, აქ როგორ შემოხვედიო, ესე. ბატონი მაგრამა რო თავის საქმეს გააკეთებს ხოლმე, მერე მოდის ხოლმე ბატონი თურმე. თურმე სასუფეველი ყოფილა, თურმე ჯოჯოხეთი ყოფილა. თურმე რო აფრინდა გიხარია, თურმე ამაზე მერე პასუხი უნდა აგო. და ძალიან ბევრი ესეთი თურმეები ირკვევა ხოლმე, ოღონდ ბოლოს. ამიტომ გულითადად გირჩევთ, როგორც კი გაჩნდება ეს აზრი, რო ღმერთმა კი თქვა, მაგრამ და მერე რაღაცა გიჯობები რა. ეგრევე უნდა დაამოხრუჭოთ. ღმერთმა თქვა, რომ იყავი მშვიდი, თავმდაბალი, სიყვარულიანი. შენ კიდე რაღაცა ღირსების შელახვა მეზობლებში წիր, ასე შემდეგ. იცოდე ბატონი მაგრამა კარიბზე მოგადგება. ვერც ევროპა გვიშველის მერე, ვერც ამერიკა, ვერც რუსეთი, ვერ ჩვენ ვერ უშველი ჩვენ თავს. ასე რომ თადარიგი დავიჭიროთ ლამაზი ცხოვრებით. ღმერთმა რო თქვა, ჩუმდებით, მივდივართ და ვაკეთებთ. ყველა, ვინც ბატონი მაგრამას ჭკუაზე დადის, მოემზადოს, რომ ბატონი მაგრამა კარიბზე მოადგება, მოიყვანს ბატონ თურმეს და მერე იქნება ვაი და უი. ღმერთო დაგვიფაროს.